მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და მინდა რომ ყველას მოგილოცოთ ახალი წელი, ბედნიერებას გისურვოთ პირველ რიგში, წარმატებას გისურვოთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის მაქსიმალურად დატვირთული მთელი საქმეებით, თქვენი მიზნების შესრულებით და გქონდეთ მთლიანად ორიენტირება იმაზე, რომ თქვენი ყველა სურვილი და გეგმა, რაც კი აი ამ პერიოდში გაქვთ ჩაფიქრებული, იყოს შესრულებული. ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება, მინდა გითხრათ, მთელი ამ წლის განმავლობაში, ესეთი ბუბუქარი, ძალიან ცოტა დასვენების დრო შეიძლება გქონდეთ შემოწმებასაბო და არ გაგიკვირდეთ აი ეს მდგომარეობა, რომ დატვირთული იყოთ აი აბსოლუტურად ყველაფრით, განსაკუთრებით საქმეებით და ეცადეთ, რომ თითოეული პერიოდი გამოიყენოთ მაქსიმალურად საინტერესოდ, მაქსიმალურად იმისათვის, რომ თქვენი ჩანაფიქრები რაც არის, აი ამას მიაღწიოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად, არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა ვუწოდო ამ ცხენის წელიწადს ვერძის პერიოდი, იმიტომ რომ ვერძი არის ესეთი აქტიური ზუსტად, ვერძი არის ზუსტად ესეთი შემოქმედებითი, ბუბუქარი, შეუსვენებლივი, ჯიუტი, მიზანდასახული, ხო? სხვადასხვა სითხის რქებიც მათ შორის და ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად მინდა რომ აი ამ განწყობით, აი ამ შემართებით დაიწყოთ მთელი წელიწადი. მინდა გითხრათ, რომ ცხენის პერიოდი შემოდის თებერვალში, ჯერ კიდევ ჩვენ არა ვართ ბოლომდე გადასული ცხენის წელიწადში, ამიტომ ესე რომ ვთქვათ, ჯერ ბოლომდე არ არის საგრძნობი ეს ენერგიები, ამიტომ ელოდეთ როგორც სიტყვია გველის კუდის მოქნევას, იმიტომ რომ აი ეს იანვრის თვე არ იქნება მეგობრებო მარტივი, მინდა გითხრათ, შეიძლება დღესასწაულების ფონზე შედარებით შეძლოთ და მარტივად გადააგოროთ ეს პერიოდი, თუ ჩაიჭიდებით ესე რომ ვთქვათ პოზიტიურ განწყობას, პოზიტიურ შემართებებს, იმიტომ რომ აი ესე რომ ვთქვათ რა მაქსიმალური ჩაჭერა იქნება იმაზე, რომ თუ კი აქამდე ვერ დაამუშავეთ საკუთარი თავი ამ პერიოდში, რომ თქვენი ძველი ტყავი გამოიცვალოთ, იმიტომ რომ გველს რა უყვარს ყველაზე მეტად, ხო, საკუთარი ტყავის გამოცვლა ცვლილებების დროს, აი ეს უნდა შეძლოთ და შესაბამისად რომ მოხდება ეს ტყავის გამოცვლა, შემდეგ უკვე თავისუფლად შემოვა ცხენის წელი ახალი შემართებით, როგორც სიტყვიან, კან გამოცვლილი გველი ხდება ცხენი ამ შემთხვევაში, ცეცხლოვანი ცხენი უკვე და ესე რომ ვთქვათ, შემოგთავაზებს ძალიან ისეთ საინტერესო სიახლეებს საქმიანობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს წელი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება აქტუალური, აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ ვერძებზე და თხის რქებზე, ყველასთვის ეს ასეთი წელი იქნება, უბრალოდ ზოგისთვის მეტად წარმატებული, ზოგისთვის ნაკლებად წარმატებული, ხო, ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანზე, აქ მთავარი პრინციპი თქვენი მოქმედება. ზოგადი ტენდენციები შეგიძლიათ ამ 2026 წელზე ნახოთ ჩემს წინა ვიდეოში, რომელზეც მე უკვე გესაუბრეთ. ეხლა კი ვინაიდან და რადგანაც დღეს არის 3 იანვარი, მინდა გაგიშალოთ კარტი სავსე მთვარეობაზე და ვნახოთ ტენდენციები, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ანუ უკან რას იტოვებთ და რა შემოვა ამ ახალ მთვარეობაზე ახალი თქვენს ცხოვრებაში. მოდი, დღეს მოვიყენებ აი ამ კონკრეტულ modern witches დასტას. ძალიან დიდი ხანია აღარ მიჩვენებია თქვენთვის კარტები და სხვათაშორის მეკითხებით ხოლმე, რომელ დასტას იყენებ, რომელიც არ გეცნობათ ხოლმე ზოგიერთი. ნუ ეს ძალიან ცნობილი დასტა არის და მე მგონი ეს მე ყველა მიცის, მგონი ვინც პრაქტიკოსია თუ არა პრაქტიკოსი, ამიტომ ამაზე არ უნდა იყოს მგონი პრობლემა, მაგრამ მაინც გაჩვენებთ და მეორე დასტას, რომელსაც გამოვიყენებ, ეს არის უკვე ორაკული Season of the Witches სერიიდან, ეს არის იმბოლკის ორაკული, რამოდენიმე სერია მაქვს ამ დასტიდან ჯერჯერობით და ძალიან მინდა რომ სრული კოლექცია მქონდეს, რომელიც ჯერ არ მაქვს სიმართლე გითხრათ, არ ჯდება იაფი საკმაოდ ძირი სიამოვნება ამ დასტების შეძენა, მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ორიგინალების და ჯერჯერობით კმაყოფილდები მცირე ზომის დასტით, ხო? მაგრამ იმედი მაქვს ის თავარი
5, რომელიც იყო ლიმიტირებული, ძალიან მინდა ის იყიდოს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა დასტა იყო მოცემული იმ ბოქსში, რომელიც კი გამოსულია და ძალიან მინდა რომ ის მქონდეს და რაღაცა ბოლო პერიოდი აღარ მხვდება Amazon-ზე და არც eBay-ზე და მე მგონი ამოიწურა მარაგი, იმიტომ რომ ლიმიტირებული იყო და ნახოთ აბა იქნებ სრული სერია რო გამოვა ამ დასტების შემდეგ ესა რა ვთქვათ რაღაცა უკეთესი ლიმიტირებული ბოქსი მოიფიქრონ და დარწმუნებული ვარ ამას გააკეთებენ და იქნებ იმ დროს დამემთხვე და მოვასწრო ყიდა ესე რა ვთქვათ რაღაც სასწაული თუ არ ეღირება. კარგი. მოდი დავიწყოთ ამ სავსე მთვარეობის პერიოდში რა ენერგიებში იქნებით პირველ რიგში. მოდი მინდა რომ ვარიანტები ამოირჩიოთ რა პრინციპით, იმიტომ რომ სტანდარტულ გაშლას არ ვაკეთებ, რითი აგარ შევინოთ. კარგი. მოდი პირველი ვარიანტი იყოს ოდინის ის არის. მეორე ვარიანტი იყოს რა იყოს მეორე ვარიანტი? მეორე ვარიანტი იყოს ქილა, რომელიც დამზადებულია ემოციების კონტროლისა და დამშვიდების პროგრამაზე. და მესამე ვარიანტი გქონდეს რაღაცა ისეთი განსაკუთრებული, აი სანთელი იყოს. მესამე ვარიანტი იყოს სანთელი. ყველაზე დიდი ვარიანტი მგონი სანთელი გამოგვივიდა. იმედია ხედავთ ფონზე და დასტები ხელს არ გიშლით ხო? კაი, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი სანთელი. იმედი მაქვს მოასწარით არჩევა. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მალე გავფართოვდე მეგობრებო ვალტარის თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაცა ადგილი არ მყოფნის ხოლმე რომ უფრო კომფორტულად ვიყო. მოდი ცოტა ხანი ამ დასტებს გვერდზე გადავდებ. მგონი ახლა უფრო გვაქვს სივრცე. იმედი მაქვს შეძელით ვარიანტის არჩევა, ეს მშულდი ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ იმედია მაინც იქნება თქვენი არჩევანი. აი ესეთი. მეორე ქილა და ესეთი სანთელი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ამას ცოტა ხანი გადავდებ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიათ ოდინის მშვილდი, უკაცრავად ის არის. ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა ამ სავსე მთვარეობის პერიოდში. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. რა გაქვთ გაუცნობიერებელი ამ მომენტში? რასაც ცნობიერებთ, რა სტოვებთ უკან ამ სავსე მთვარეობის პერიოდში, რა ახალი ენერგიები შემოდის. პირველი ვარიანტი. მოდი ვნახოთ, დავაკვირდეთ თქვენს ამჟამინდელ ენერგიებს. ნახე როგორ სიტუაციაში ხართ. თითქოს და ყველაფერი რიგზეა, თითქოს და ყველაფერი კარგად არის. აბსოლუტურად კარგად გრძნობთ თავს, არაფერი არ გაწუხავთ, მაგრამ ეს გარედან რეალურად რა ხდება? ეს არის ის რომ მეგობრებო ძალიან გადაიღალეთ და არ გინდათ რომ აღიაროთ. აი ადამიანი თუ გკითხავთ, იტყვით რომ ხო აი კარგად ვარ და რეალურად რა ხდება? შინაგანად თავს ძალიან ცუდად შეიძლება გრძნობდეთ, ხო? იმიტომ რომ აქ დატვირთულობა, გადაღლა, ბევრი ტვირთი, ბევრი პასუხისმგებლობა, მუდმივად თავდაცვით რეჟიმში ყოფნა, აი როგორ აგიხსნათ?
ძალიან გჭირდებათ დასვენება, მაგრამ გარეგნულად ჩანხართ ისე, რომ აი არაჩვეულებრივად გრძნობთ თავს და თქვენზე კარგად მეორე არ არის. და ეს გარეგნულად და ფიზიკურად კი ესეა, მაგრამ შინაგანად რეალურად ძალიან დაღლილი ხართ და საჭიროებთ დასვენებას, როგორც ფიზიკურს, ისე ემოციურს, ისე ფსიქოლოგიურს. თუმცა მაინც ესე რომ ვთქვათ, თუ რაღაცა იქნება გასაკეთებელი, სათხართ რომ კიდევ უფრო მეტად დაიხარჯოთ იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოთ და გააკეთოთ, ხო? ძალიან ვაფასებ, რომ ასეთი ადამიანი ხართ პირველ რიგში და გეტყვით, რომ ძალიან ძლიერები ხართ შემეძებასება. პირველი ვარიანტი, ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, ძალიან მარჯვეები ხართ, პასუხისმგებლობით სავსე ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, ხო? ნახეთ, მინიშნებები გაქვთ იმისი, გარეგანიც კი, რომ დროა მეგობრებო შესვენების, ხო? დროა ცოტა ხანი რომ მოდუნდეთ, დროა ცოტა ხანი რომ დაისვენოთ, იმიტომ რომ ეხლა ამ მომენტში არა გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომ მუდმივად თავდაცვით რეჟიმში იყოთ ისევ, ხო? იმიტომ რომ მოდუნება გჭირდებათ, აი მოჭიმული ხართ მთელი სხეულით. და რაღაცა კი გასაგებია რომ არ იმჩნევთ რომ ეს რაღაცა გადაღლილობა არის, რაღაცა გაწუხებთ, მაგრამ იზრუნეთ, გაუფრთხილდით თქვენ თავს, ეს იქნება ჩემი რჩევა პირველი ვარიანტი. რა არის გაუცნობიერებელი? გაუცნობიერებელი არის ის, რომ თქვენ რეალურად ძალიან ბევრი იშრომეთ მიზნების მისაღწევად და შედეგი თქვენ უკვე გაქვთ ჰარმონიაში და სტაბილურობაში, შედეგი უკვე გაქვთ იმაში, რომ გრძნობთ იმ იდილიას, ესე რომ ვთქვათ, თქვენს გარშემო, რომელიც გაქვთ შემოკრებული, თქვენი კერა არის, ესე რომ ვთქვათ, თბილი, სტაბილური, მოკლედ ყველაფერი რეგზია და თქვენს გარშემო არიან საყვარელი ხალხი, ვისთან ერთადაც სიამოვნებთ ყოფნა, ხო? თუმცა აქ მსხვერპლის როლში ხართ, მაინც შიგნიდან, იმიტომ რომ გადაღლილი ხართ. ეს კი არ არის, რომ ახლა манипуляციურად მსხვერპლის როლი, უბრალოდ მართლა დაღლილი ხართ მეგობრებო და გჭირდებათ დასვენება, მეტი არაფერი. რას აცნობიერებთ ამ მომენტში? ამ მომენტში კი აცნობიერებთ ძალიან კარგად იმ ფაქტორს, რომ თქვენ აიგნორებთ თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, მაგრამ ნახეთ, ეხლა რატომღაც პირველად მოხდა ეს წარწერა და თვალში არა და ამდენი წელია ის ამ დასტით მუშაობ overeat. მეგობრებო, ზედმეტია უკვე ეს ამდენი დატვირთვა თქვენთვის და აი თქვენი შინაგანი ყველაფრით გამოხატავს ამას ხასიათობით, ხანდახან ვერ შერგებით ამ ბედნიერების, იმიტომ რომ გადაღლილები ხართ ემოციურად და აღარ დარჩა თითქოს ემოცია, რაც შეიძლება გამოიხატოს, არადა ძალიან გინდათ. უბრალოდ აი რაღაცა ამ ესე რომ ვთქვათ, შინაგან აზრებს, შინაგან იმპულსებს აიგნორებთ, რომ აი თქვენ თავს არ უთმობთ დროს, ყურადღებას არ აქცევთ, არა და გეუბნებათ თქვენი სხეული მთლიანად, რომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს თავს და იზრუნოთ, დაისვენოთ, რაღაცა ფიზიკური დატვირთვა მისცეთ მცირე ოყონდეს, მხოლოდ ვარჯიშის თვალსაზრისით გულისხმობ და არა რაღაცა ასე რომ ვთქვათ, სხვანაირ ფიზიკურ დატვირთვას, რაც ზედმეტ გადაყლას იწვევს, ცოტა არაჯანსაღს, ხო, ამ შემთხვევაში. რას იტოვებთ უკან წარსულში ამ სავსე მთვარეობის განმავლობაში? ამ სავსე მთვარეობის მანძილზე უკან იტოვებთ ისეთი ტიპის საფუძველს, რომელიც პროცესშია. ნახეთ, ეს არ არის ბოლომდე დასასრული. უბრალოდ თქვენ წარსულში გაქვთ უკვე დიდი შრომა ჩადებული კონკრეტულ საქმეებში, ეს იქნება დაუშვათ პირადი ცხოვრება იქნება, თქვენი სამსახური იქნება, თუნდაც არ ვიცი, ვიღაცა სახლის რემონტ შეიძლება აკეთებდით და ამას სჭირდებოდა დრო. რაღაცაში გაქვთ ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადებული, რომლის ნაყოფიც ჯერ არ დამდგარა, უბრალოდ დროის გასვლა საჭირო იმისათვის, რომ ეს შედეგი დაგიდგეთ და აი ამ მოლოდინის რეჟიმს იტოვებთ უკან. სამაგიეროდ, როგორც ახალი სიახლე რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, შემოდის უკვე ნაყოფი, იმის ნაყოფი, რაც წარსულში უკვე გაიარეთ. ნაყოფი, შედეგი გიდგებათ, შესაბამისი როგორიც იყო. დაუშვათ თუ არასწორ ადგილას, არასწორი ადგილები ჩემი პირადი აზრით არ არსებობს, უბრალოდ შეხედავთ იმ კონკრეტულ საკითხში, რაშიც თქვენ ენერგია ჩადეთ, რა შედეგი გამოიღო ამან.
შედეგი იქნება მეგობრებო, ხან ნეგატიური, ხან პოზიტიური. რატომღაც ადრე ყოველთვის როცა გეუბნებოდით, რომ ეხლა ნახავთ შედეგს, ეხლა ნახავთ სამართალს, ეხლა ნახავთ იმას, ეხლა ნახავთ ამას პოზიტიურ კონტექსტში, ამას თქვენ იღებდით როგორც ესე რომ ვთქვათ, თქვენი თავის დასამშვიდებლად, მოდი ესე ვიტყვი, უბრალოდ ერთი რამის გააზრება მინდა რომ ისწავლოთ ჩემო ძვირფასებო. შედეგი არ ნიშნავს ყოველთვის რომ რაღაცა სასწაულები მოხდება. შედეგი არის სიტყვაზე დაიდაუშვათ როგორ აგიხსნათ, ხო? ერთი ჩემი ისტორია გამახსენდა წარსულიდან. ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი ყვავილს უყრიდა ხოლმე შაქარს, იმიტომ რომ უფრო ჯანსაღი გაზრდილიყო. არის ასეთი პრაქტიკა, როდესაც კონკრეტულ, ოღონდ ყველას არა, კონკრეტულ მცენარეებს რაღაცა პრობლემა აქვს, ოღონდ კონკრეტული პრობლემა, იყენებენ ხოლმე შაქრიან წყალს იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყვავილს ყოველთვის სჭირდება შაქრიანი წყალი, ან შაქარი. და არ ვიცი, ფქვილი და კვერცხი კიდე ზემოდა, რომ მე ნამსხური მოამზადა შიგნით, ხო? აი დაახლოებით ესეთი რაღაც ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ მუდმივად ყვავილს შაქარს უყრიდეთ და გეუბნებით მე რომ აი თქვენ შედეგს მიიღებთ უკვე ამისას, მოიმკით კი ბატონო რაღაცა და რა იქნება ეს შედეგი, ხო? შედეგი იქნება გაფუჭებული ყვავილი. იმიტომ რომ ისეთ მოქმედებას ასრულებდით, რომელიც ასე ვთქვათ, საერთოდ შეუსაბამო იყო. ანუ დაახლოებით ესე მინდა რომ გაიგოთ, ანუ ყოველთვის არ ნიშნავს კარგს, ან ყოველთვის სულს. პირიქით, ანუ ინდივიდუალურად მოარგეთ ეს საკუთარ თავს და შეადარეთ თქვენს ცხოვრებას, რომ რას აკეთებდით და შედეგი როგორია, მოგწონთ ეს შედეგი თუ არ მოგწონთ. და ამის მიხედვით დაიწყეთ მოქმედება. ეს არის ჩემი მიზანი, რომ ეს დაინახოთ გაშლებში და არა რაღაცა ეგოს დამშვიდება, რომ რაღაცა ან კარგად იქნება, ან ცუდად იქნება, ხო? ეხლა ვნახოთ რჩევა. ამ პერიოდისთვის რა იქნება თქვენთვის პირველი ვარიანტი? კარგი. ამ შემთხვევაში ორაკული გეუბნებათ შემდეგს. არის რაღაცეები, რასაც პროცესის მინდობა სჭირდება და არის რაღაცეები, რაც მოულოდნელ მიმღებლობას იწვევს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას ამ პერიოდში, თქვენს აზრებს, თქვენს ჩაგონებებს, რას როგორ რა განზრახვით აკეთებთ, ვის როგორ რას ეუბნებით, მათ შორის საკუთარ თავს, იმიტომ რომ არ მიიღოთ ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება არ მოგეწონოთ. პირიქით, მოიგიდეთ ისეთი რაღაცეები და გააშღერეთ ისეთი რაღაცეები, რისი მიმღებლობაც გააქვთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს თქვენი ჩანაფიქრი ან თქვენი სიტყვა უცებ შეიძლება ისე ასრულდეს, სულ რო არ ელოდებით. იმოძრავით მეგობრებო, ეს არის მთავარი ჩათქმა ამ ორაკულზე და თქვენი სული იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი სურვილები შეასრულოს. ამ შემთხვევაში რაზე მინდა გაგიმახვილოთ კიდევ ყურადღება. ამ ორაკულზე გამოსახული არის ლავანდებით გაჯერებული სადილი. ზოგადად სადაც ლავანდა ფიგურირებს, ჩათქმა არის ჰარმონიაზე, ჩათქმა არის სიმშვიდეზე, თუმცა სადღაც არის ამ სიმშვიდეს მიმღებლობა, sadღაც არ არის, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ჟღერდება, ეს ყველაფერი სანთლებთან არის წარმოთქმული, ეს ყველაფერი სადილთან არის წარმოთქმული. სხვათა შორის აქ ძალიან საინტერესო რამეზე გაგისვავთ ხაზს, ყურადღებით იყავით, როგორი ხასიათით აკეთებთ საჭმელს, რომელსაც ამზადებთ, ხო? თუ ნეგატიურ განწყობაზე ხართ, ეცადეთ, რომ თავი შეიკავოთ სადილის მომზადებისგან, იმიტომ რომ
არ იქნება ამ სადილს კარგი გემო, იმიტომ რომ ენერგეტიკულად იქნება ნეგატიურად ამოხტული. მოამზადეთ სადილი კარგი განწყობით, კარგი ხასიათით, კარგი სიტყვით, კარგი ფიქრით, რომ პოზიტიური ჩათქმა მოხდეს სადილში, ხო, მომზადების დროს. თუ კი თქვენ სადილის მომზადების დროს ილანძღებით, ცუდ განწყობაზე ხართ, ვიღაცაზე ხართ გაბრაზებული, ეს აზრები მეგობრებო მთლიანად მიემართება ჩათვალეთ თქვენ საჭმელში და თქვენ იკვებებით თქვენი ნეგატიური აზრებით ამ დროს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ. ყოველთვის ვამბობ ოღონდ ამას, ეს მხოლოდ ამ პერიოდში არა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, როგორი გუნება განწყობით აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. წარმატებებს გისურვოთ პირველი ვარიანტი, აი ამასაც მინდა რომ მივაქციო ყურადღება, არტი და კრაფტი. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ორაკული მეუბნება იმას, რომ კარგი იქნება ამ პერიოდში ზუსტად თქვენს განწყობას რამეზე თუ გადაიტანთ. თუ დაუშვათ თავს კარგად არ გრძნობთ, დასამშვიდებლად ხელოვნებას მიმართეთ. დახატეთ, რამე გააკეთეთ, რაღაცა შექმენით. ან თუ რაიმე იდეები გაქვთ, ეხლა ზუსტად ამისი დროა. იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს სულის გარეშე, რასაც ქმნით. ყველაფერს ჭირდება რაღაცა აზრი, რაღაცა იდეა, რაღაცა გონი რო შეიქმნას, რაღაცა განსაკუთრებული, ხო? იმიტომ რომ ეს ენერგია მთლიანად მიმართულია მთლიანად თქვენს შემოქმედებაზე და ეს ქმნის უნიკალურ ნამუშევრებს. თუ კი პრაქტიკოსები მიყურებთ, ხო, ახლა ზუსტად მაგიის დროა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რაღაცეების შექმნას მოახერხებთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეხლა ემოცია, განწყობა, მდგომარეობა ამაში ხელს აბსოლუტურად გიწყობთ. ოღონდ ეს უნდა იყოს ამ მომენტისთვის საკუთარ თავზე მიმართული, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ ენერგიის გადამუშავება. იქნება ის დრო, როცა ამის გარეთ გამოტანის დრო მოვა, თუმცა ახლა უმჯობესია საკუთარი თავისთვის თუ დაამზადებთ რაღაცას. თავშოთ აი რადგანაც აქ ბრიჯიტ დოლი გვაქვს, ბრიჯიტ დოლი არის ბრიჯიტის თოჯინა, რომელიც მზადდება ზუსტად ენერგეტიკულ დაცვაზე. მაგალითად, კარგი იქნება დაცვის პრაქტიკებს თუ შეასრულებთ ამ პერიოდში, შექმნით თუნდაც დაცვის თოჯინას, როგორც არის ბრიჯიტ დოლი, ახლა მშვენიერი დროა ამისთვის და ეს დაუშვათ ან კონკრეტულ თოჯინაზე ნეგატივი გადაიტანეთ და შემდგომ დაწვით. არსებობს ასეთი პრაქტიკაც, მოიძიეთ. თუ კი გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ შეასრულოთ. თუ არა და უფრო მარტივი პრაქტიკა, ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი ნეგატიური ემოციები და დაწვით სანთლის ალზე და გაატანეთ ეს ნეგატივი თქვენი ცნობიერიდან ცეცხლს იმისათვის, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია, გაწმინდოს თქვენგან ეს ნეგატიური ემოციები. წარმატებებს გისურვოთ. პირველი ვარიანტი ძალიან საფუძვლიანი და საინტერესო გამოგვივიდა ჩემი აზრით. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში, ასევე Facebook არხზე შეგიძლიათ რომ მომმართოთ. თუ კი რაიმე კონკრეტული გაშლა გენდომებათ, რომელიც მექნება ატვირთული Instagram-ზე, რომელსაც ხშირად გიზიარებთ ხოლმე სხვათა შორის, შეგიძლიათ ამის შესახებაც მომმართოთ. არ დავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ეს არის თქვენი მადლიერების დაფიქსირება იმისათვის, რომ თქვენთვის შრომობ და ვაკეთებ საქმეს. ასევე აღწერაში იქნება მითითებული ანგარიშის ნომერი და როგორც ასეთი დონაციის სახე შეგიძლიათ მისცეთ ამ ყველაფერს, ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის, იმიტომ რომ აი არსებობს ასეთი პრაქტიკა უცხოურ გვერდებზე, რომ კონკრეტული აპლიკაციებია, სადაც დონაციას აკეთებთ გარკვეული თანხით, რომელიც აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია ეს რა თანხა იქნება და ეს არის როგორც მადლიერების გამოხატვა პრაქტიკოსის მიმართ. იქედან გამომდინარე, რომ დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ გავაკეთე ესეთი საიტები და ვერ გავიგე როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა. გადავწყვიტე, რომ დამედო პირდაპირ ანგარიშის ნომერი და ვისაც სურვილი გექნებათ, მადლიერება შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისმიერი თანხის ოდენობით, ასე უფრო წაახალისეთ თქვენ ჩემ გვერდს იმისათვის, რომ ვიღებ თქვენს შრომას. ჩვენი შრომა უნდა იყოს აბსოლუტურად ორივე მხრიდან დაბალანსებული და გამიხარდება ამას თუ მიეცემა თუნდაც ფინანსური სახე. დიდ მადლობას იხდით და გისურვებთ წარმატებებს. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე და გადავალ მეორე
ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, მოგესალმებით, ვინც აირჩიეთ დამშვიდების კილა, ვერ მოვიფიქრე ამას სხვა რა დავარქვა, დამშვიდების კილა იყოს. ჯერჯერობით სახელი არ მომიფიქრებია, არა უშავს. ნახოთ, როგორი იქნება ამ სავსე მთვარეობაზე თქვენი ენერგიები. ყავას მოვსვავ თქვენის ნებართვით. ნახოთ, რა ენერგიებში იქნებით აი ამ სავსე მთვარეობის პერიოდში. გასწავლოთ წარსულში და რა იქნება სიახლე. კეთილი. პირველ რიგში გეტყვით რა ენერგიებში იმყოფებით აი ამ სავსე მთვარეობის პერიოდში. ძალიან ისეთი მოქმედი აქტიური ენერგია, აქტიური გამცემლობა, თუმცა სადღაც ზედმეტი ხარჯვაც. არის რაღაცა სიტუაციები, სადაც გიწევთ რაღაცებზე თავის არიდება, რაღაცა სიტუაციებიდან გამოძრომა, არ ვიცი, შეიძლება იქ ვიღაცასთან სტუმრად მიხვედით და არ გინდათ წასვლა და იქ რაღაცა მიზეზით გამოძვერით, იქ აქეთ გამოძვერით, იქ აქეთ გამოუძვერით და რა ვიცი, მოკლედ რაღაცა ძალიან მელაკუდური ენერგიებია. გარდა მაგისა შეიძლება ვიღაცებმა თავის არიდება მოინდომოთ კონკრეტულ გარემოზე, თუმცა რაღაცა უფრო სხვაგან მიდიხართ. აი ენერგეტიკულად კი ხართ აქტიურები, მაგრამ სადღაც როგორ გითხრათ, რაღაცები არ გაგიქცეთ, მეგობრებო, ყვების თვალსაზრისით ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ თვალში მომხვდა წონა. ახლა ახალი წლებია, გასაგებია, რომ შეიძლება რა თქმა უნდა ბუნებრივია რაღაცა მიმირთმევის დეტალები, მაგრამ მე გირჩევდით კონტროლს ამ მომენტში, იმიტომ რომ წონა არ გაგექცევ სადღაც, ხო? და საახალწლო გოჭის მაგივრად თქვენ არ აღმოჩნდეთ სუფრაზე, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. უბრალოდ მართლა, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას თქვენი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნება ეს კუჭი, იქნება ეს თვალსახსროვანი სისტემა, ენერგიის ესე რომ ვთქვათ, ფაქტორები, ხო? ყურადღების მიქცევა მოგიწევთ, იმიტომ რომ რაღაცეები არ დაგეღვეთ და არ გაგექცეთ, ხო? ამავდროულად ჰორმონალურ საკითხებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება აწეული იყოს ტონუსი ამ პერიოდში თქვენთვის და შაქარს უგრძილდით, ვისაც გაწუხებთ მათ საყურადღებოდ, შაქარი განსაკუთრებით ვისაც გაწუხებთ ამ პერიოდში ძალიან მოგიწევთ კვების კონტროლი, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება არასწორი შეგეპაროთ, ისე რომ თქვენს ვერ მიხვდეთ როგორ. რასაც ჭამთ, მეგობრებო, იკითხეთ რისგან მზადდება, იმიტომ რომ შეიძლება ის კონკრეტული რაღაცა თქვენთვის არ შეიძლებოდეს და შემთხვევით მიირთვათ. აქ მე ვხედავ, რომ ვიღაცას მარხვაც შეიძლება დაირღვეს. ძალიან დიდი ბოდიში რომ ესეთ დეტალებს გიჟღერებთ, მაგრამ გაშლა მესაუბრება ამაზე და უკაცრავად თუ თქვენს სენსიტიურ ნაწილს შევეხე, მაგრამ მარხვასთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ მე სანანებელი გაგიხდებათ შინაგანად, რომ რატო დავარღვიე. ამიტომ ყურადღებით იყავით და ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ რა ეს რაღა დარჩა, ხო? ეს სამარხო ეტაპები, პერიოდები ძალიან მალე გახსნილდება, როგორც სიტყვიან და
მერე გექნებათ საშუალება მიირთვათ ის, რაც მოგესურვებათ, მაგრამ ამ პერიოდში გთხოვნა იქნება, მე რატო გთხოვთ არ ვიცი, მაგრამ შეინახოთ ეს მარხვა, ვინც ინახავთ მათ გულისხმობ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ნებისყოფის გამოცდა ჩემოწირფასებო და როდესაც თქვენ პირობას დებთ კონკრეტულ საკითხზე, რომ ამას გააკეთებთ, იმას გააკეთებთ, ეს პირობა უნდა მიიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ ეს პასუხისმგებლობა აიღეთ და ჩუმჩუმად დარღვევები ასეთ ნაწილში არ მოსულა. ეს არ არის განკითხვა ან ვიღაცაზე ჭკუის სწავლება, უბრალოდ იმიტომ გაფრთხილებთ ამაზე, რომ ამას შემდგომში კონკრეტული შედეგი მოყვება და აქედან გამომდინარე ის შედეგი თუ კარგინათ იწვნიოთ, მე ვალდებული ვარ, რომ გაგაფრთხილოთ ამის შესახებ, ვინაიდან და რადგანაც ეს გაშლაში დამიფიქსირდა. რა არის გაუცნობიერებელი? სხვადასხვა ასკეზაზეც იგივეს გეტყვით, თუ ასკეზა გაქვთ აღებული, ხო? ასკეზის და მარხვის პრაქტიკა დაახლოებით მსგავსი რამეა, შესაბამისად, თუმცა აქ ასკეზის ენერგიებს ვერ ვხედავ, მაინც და მაინც უფრო მარხვის ენერგია მომდის. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ შემთხვევაში. გაუცნობიერებელი ნაწილი რა გაქვთ? გაუცნობიერებელი გაქვთ შინაგანი ენერგიის, ემოციის დაუკმაყოფილებლობა, ბევრი სევდა არის და დაგროვილი ტკივილი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ინახავდით მეგობრებო და ეს არის თქვენგან გასაწმენდი, ხო? ვიღაცებზე ნაწყენი ხართ, ვიღაცის საკითხებზე, რაღაცა არ გესიამოვნათ, რაღაცა არ მოგეწონათ ან თქვენ წარსულზე გედარდებათ კონკრეტულ საკითხებში, ხო? და შესაბამისად ეს ტკივილის ენერგიები აქ ძალიან ისე დაგროვილია რა შიგნიდან და აი თითქოს შიგნიდან იტანჯებით და შესაბამისად ყველაფერს გაურბიხართ ამის გამო. თან ყველაფერი გინდათ, მაგრამ თან ყველაფერს გაურბიხართ. რაღაცა ესეთი ენერგიებია. რაც შეეხება გაცნობიერებულ ნაწილს, თქვენ ძალიან კარგად გაქვთ გაცნობიერებული ის ნაწილი, რომ ხანდახან შეიძლება ძალიან ეგოისტი ადამიანი იყოთ. ან მესაკუთრე, ან ხანდახან რაღაცების შებოჭვაზე ხართ, ან საკუთარ თავს იბოჭავთ, ბოლომდე გულით არ მიყვებით რაღაცა საკითხებს. არის რაღაცეები, რომ გინდათ ხალხში ყოფნაც, გინდათ მარტო ყოფნაც, მაგრამ აი რაღაცა ბალანსირებას ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ალბათ დროში ხართ შეზღუდული აქ, ხო? შესაბამისად, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა პოზიციების შენარჩუნებაში აქ ცოტა გარღვევაა იმ თვალსაზრისით, რომ გულს სხვა უნდა, ტვინს სხვა უნდა, ხო? შესაბამისად რაღაცა ურად იხლიჩებით. დაბალანსება გჭირდებათ გულის, გონების და თქვენი მოქმედებების ერთმანეთთან, რომ ერთმანეთთან მოვიდეს თანხვედრაში. შეძლოთ ამ ენერგიის გახსნა ერთხელ და საბოლოოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ წყენებს იკავებთ, შემოძებასებო წყენებს იკავებთ, არ გამოხატავთ, იკავებთ და მერე სადღაც რო ამოასხავს ეს უკვე აღარ იქნება სასიამოვნო პროცესი, ხო? ამიტომ ან გაუშვით და დაამუშავეთ ეს ტკივილი თქვენ თვითონ, ან კიდევ დააფიქსირეთ ის, რაც დასაფიქსირებელია და ამას ცოტა სხვა რამე ქვია მეგობრებო, ის ამას თქვა ჩაბოღმვა. და შინაგანად ეს ჩაბოღმვა რაზეც გაქვთ, აი ეს უნდა დაამუშაოთ რა, თორე შიგნიდან შეჭამთ ამითი თქვენ თავს. გაუშვით ეს ბოღმის ელემენტები, ან შინაგანი წყენის ელემენტები, თუ ეს ბოღმა არ არის თქვენ შემთხვევაში, რაღაცა განცდები დაამუშავეთ, იმიტომ რომ ეს არ აისახოს შემდგომ უკვე თქვენზე და მათ შორის თქვენს ჯანმრთელობაზე. და გარითაც რა თქმა უნდა ეს ენერგიები მერე საგრძნობი ხდება, თქვენ რომ ესეთი განწყობით ხართ ირგვლივ. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს საერთოდ არ გეტყობათ, მაგრამ ეს საერთოდაც არ არის ეს. გადავიდეთ შემდეგზე, რას იტოვებთ წარსულში. წარსულში იტოვებთ ან კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტულ კვერთხების მეფეს, ან კიდევ იტოვებთ სიტუაციას და სტრუქტურებს, რომელიც თქვენი არ იყო, ან თქვენთვის სასიამოვნო არ იყო. რაღაცეები უნდა გააკეთო მომენტები, ესეთი უნდა იყო, ესეთი არ უნდა იყო. ვიღაცის ჭკუაზე სიარულს იტოვებთ წარსულში. ვიღაცის შეხედულებებს, ვიღაცის წესებს და თქვენ ამ წესებში და სტანდარტებში ჩაჯდომა აღარ მოგიწევთ ჰაწი. ეს იყო აშკარად ტოქსიკური თქვენთვის, იმიტომ რომ ენერგია მომდის, რომ თითქოს რაღაცა გაცხერებულ ნაკვერჩხალზე იჯექით ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს და იტანდით ამ ყველაფერს ძალიან ისე რა. და არ არის გასაკვირი ამდენი ტკივილები რო არის დაგროვილი წარსულიდან, იმიტომ რომ ეს აშკარად თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
რა შემოდის ახალი შემოდის დაინახავთ თქვენს ყველაზე ისეთ ნაწილებს, რომელიც გიგონათ, რომ როგორ გითხრათ, მისაღები არ იყო. ეს არის თქვენი გადმოსახედით, განაის რომ დაუშვათ სიტყვაზე მართლა არ იყოს მისაღები. ეს არის თქვენი გადმოსახედით მიუღებელი რაღაცეები, რის კეთებასაც დაიწყებთ ამ პერიოდში. თუმცა აქ არ უნდა მოგივიდეთ გადაჭარბება რაღაცეების. მე მოგცემდით აქ უფრო რჩევას, ვიდრე პროგნოზს. იმიტომ რომ მინდა რომ ეს უფრო რჩევაში გადავიტანო სიმართლე გითხრათ. გააკონტროლებთ საკუთარი მოათვინიერეთ თქვენი სურვილები და თქვენი ბნელი მხარე გამოიყენოთ ისე რომ ეს არ იყოს დამაზიანებელი თქვენთვის და სხვა ადამიანებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს რომ სადაც რაღაცა დასაფიქსირებელია არ დააფიქსიროთ, უბრალოდ აშკარად აქ თქვენ შიგნიდან თქვენ თავს იმდენად კეტავთ, რომ თქვენ თავზე გადმოგაქვთ ეს ზიანი და აი ამას გულისხმობდი, რომ თქვენ თავზე არ გადაიტანოთ ეს ცეცხლი, რომელიც დუხს თქვენში ეხლა შიგნიდან არ დაგწვათ ამ ცეცხლმა. თქვენ გჭირდებათ ეხლა ყველაზე მეტად მიწის ენერგიის შემოტანა. პირველ რიგში აქ გჭირდებათ ძალიან კარგად ესე ჰაერის ენერგია, შემდეგ უკვე მიწის. შეიძლება მერე შიგადაშიგ წყლის შემოპარებაც. ეხლა რა ასე გულისხმობ ამაში. გამოიყენეთ ეს დეტალი ასე. ჰაერის ენერგია როგორც ინტელექტუალური გააზრება პროცესის, გონებრივად რომ ვიაზრებ რა ხდება, ვაცნობიერებ რა სიტუაციაში ვარ. შემდეგ შემოგაქვთ უკვე მიწის ენერგია, რომ მე ამის მიმღებლობა მაქვს და მე ამის ინტეგრაციას სწორი მიმართულებით ვაკეთებ და ზედმეტი რაც არის, ასე რომ ვთქვათ, წასულია ჩემგან, იქნება ეს ნეგატიური ემოცია თუ ნეგატიური განწყობა. შემდეგ უკვე წყლის ემოცია შემოდის, აბსოლუტური მიმღებლობა იმისი რა მდგომარეობაშიც ვიმყოფები, ანუ ფაქტი დაფიქსირებულია, ემოცია დამშვიდებულია, ახლა გადავდივარ მიმღებლობაზე და გულის ახსნაზე, წყლის ელემენტში, ხო? და შემდეგ უკვე ცეცხლი შემოდის ისევ, სადაც იწყება მოქმედება, ოღონდ ეს იქნება უკვე ჯანსაღი ცეცხლის ენერგია და არა მწველი, რომელიც ეხლა აქ თქვენს პროგნოზში ამოდის. ეს რჩევა მინდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ აი ამ არკანის ენერგიაში არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენთვის დამაზიანებელი რამ მხრივ. იქნება დამაზიანებელი გარეგნობის, ანუ წონის თვალსაზრისით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? არ ჩაგაგდოთ იმ მდგომარეობაში, რომ თქვენმა ვნებამ და ჟირმა გიტანოთ და მერე სანანებელი გაგიხდეთ ეს მდგომარეობა, ხო? ამიტომ ესე რომ ვთქვათ, ისწავლეთ მოთვინიერება თქვენი სურვილების, ხო? ერთია რაღაცა გინდოდეთ და ეს აბსოლუტური უფლება გაქვთ იმისი, რომ რაღაცა გინდოდეთ, მაგრამ მეორეა, რამდენად ახერხებთ საკუთარი თავის გაკონტროლებას, ხო? საკუთარი თავის ფლობა რამდენად შეგიძლიათ. თუ ვნებაზე ხართ აყოლილი და სურვილებზე და ეს თქვენი სურვილები გმართავენ, ხო? აქ პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენი თავის ტესტი მიდის, ოღონდ შინაგანი, ეს არ არის, რომ გარედან ვიღაცა გტესტავთ. ეს არის თქვენს თავთან ბრძოლა. რომ რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის დამორჩილება და საკუთარი თავის კონტროლი. ოღონდ ეს შიგნიდან არ უნდა გწვავდეთ. ამასთანავე, რაც დავაკონკრეტე ზუსტად ეს იყო, რომ აუცილებელია აქ გაშვება იმისი, რაც ზედმეტი არის და რაც თქვენი არ არის. რისი კონტროლის არ შეგიძლიათ უბრალოდ სიტუაციას მიანდეთ და გაუშვით და რაც არის თქვენი სურვილი და თქვენს თავზე გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული, თქვენ იმას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ რისი მართვაც თქვენი მხრიდან შეიძლება და არის თქვენი პასუხისმგებლობა, მართეთ ასეთი სიტუაციები, რაზეც აიღეთ, ესე რომ ვთქვათ, კონტროლი, ხო? კონტროლი ამ შემთხვევაში აღებული გაქვთ საკუთარ თავზე. თუმცა თქვენ ვერ გააკონტროლებთ სხვის მოქმედებებს, რა თქმა უნდა. ნახოთ რჩევის თვალსაზრისით თქვენთვის რა იქნება, რას გირჩევთ ორაკული. მაღლეს ნათელი ძალებისგან წამოვიღოთ ინფორმაცია, რას გირჩევენ ახლა. აქაც ამოგვიდეს ჰაერის სტიქია და მიწის სტიქია, კი ბატონო.
გარკვეული სიმართლეები, რომელიც ახლა ამოტივტივდება ამ პერიოდში, რაც არ უნდა რთული მისაღები და გასააზრებელი იყოს, მიიღეთ ჩემო ძვირფასებო და რაც წეღარ მოგეცით რჩევა. პირველი გააზრება მოხდეს ინტელექტუალური, მერე მოხდეს უკვე შინაგანი გაცნობიერება და გააზრება, რას ვაკეთებ ახლა, მერე უკვე მიმღებლობა მდგომარეობის, რომელიც არის მსუბუქად, იმიტომ რომ ეს უფრო კაფიოს დახდის თქვენს გზას, შემდგომ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. და რა თქმა უნდა, ამით ვისწოს ენერგიები, ხო? თვითონ მიგიყვანთ სამყარო იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც უნდა წახვიდეთ. ოღონდ ეცადეთ, რომ ეს შედეგი იყოს პოზიტიური, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამისი პასუხისმგებლობა აღებული. ყველაფერს გააკეთებს სამყარო იმისთვის, რომ შეგიწყოთ ამაში ხელი და უბრალოდ პროცესს მიენდეთ და მიყევით და ხელის შეშლაში ნუ გადახვალთ უნებისყოფობით, ხო? ნებისყოფა ეცადეთ, რომ იქონიოთ ამ სიტუაციაში. ჩართეთ თქვენი სრული სხეულები, იქნება ეს ინტელექტუალური სხეული, თქვენი ემოციური სხეული, თქვენი ფიზიკური სხეული და იმ მთლიანობაში ეს ყველაფერი თავის მთლიანობას მოგცემთ და შედეგზე გაგიყვანთ იქ, სადაც რეალურად ეს საჭიროა ამ პერიოდში. წარმატებებს გისურვებთ, მე კი გადავალ მესამე ვარიანტზე, თქვენთანაც იგივეს გავაშხერებ. მადლობა სიხდის მეგობრებო პირველ რიგში, რომ მიყურებთ და ძალიან სიამოვნებს ესეთი ღრმა ადამიანები რომ ხართ. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის გამიკავშირდით Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში და მადლიერების ნიშნად შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მცირე, ესე რომ ვთქვათ, კმაყოფილება გაშლასთან დაკავშირებით და ჩვენს სივრცეში, ესე რომ ვთქვათ, ქვემოთ აბილში, სადაც არის აღწერა, მითითებული იქნება ანგარიშის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის ოდენობით გამოხატოთ მადლიერება, რომელიც გაქვთ ჩემს მიმართ, საქმიანობის მიმართ, რომელსაც ვასრულებ თქვენთვის. წაღანაც ვისაუბრე ამაზე, რომ ძალიან გამიჭირდა იმ კონკრეტული საიტის ფუნქციონირების გაგება, buy coffee ქვია თორცების საიტს, coffee რაღაცა ქვია მოკლედ და ყავა შეგიძლიათ უყიდოთ თქვენთვის საყვარელ YouTubers ან content creators, რომელსაც ისე ვთქვათ, აქვს შექმნილი ეს კონკრეტული გრაფა, თუმცა ვერ შევძელი ამისი გაკეთება და ვერ მივხვდი როგორ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ანგარიშის ნომერი განმეთავსებინა და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხით შეგიძლიათ გამოხატოთ ეს მადლიერება. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ესეთი სტაფილოსფერი სანთელი. ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით აი ამ სავსე მთვარეობაზე. კარგი. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ. მოგესალმებით, მესამე ვარიანტი. რა ხდება თქვენთან? რა ენერგიებში იმყოფებით ახლა? ენერგიები, რომელშიც ახლა იმყოფებით, ძალიან დინამიკურია. ერთის მხრივ ძალიან საყვარელი, რომანტიული, ჯანმრთელობით სიხალისის სავსე,
ძალიან ბევრი გართობა, ძალიან ბევრი კომუნიკაციები, კავშირები, სხვადასხვა ადამიანების სასიამოვნო ურთიერთობები, რაც ერთის მხრივ ძალიან საინტერესო ფონს ქმნის, მაგრამ თან როგორც ჩანს საკმაოდ დამაბნეველია თქვენთვის. შეიძლება უკვე როგორი სიტუაციები გქონდეთ მეგობრებო, იცით, აი იმდენი ახალი ადამიანი გაიცანით უკვე, რომ ან სახეებზე ვერცნობთ, ან სახელები გავიწყდებათ, რაღაცა ძალიან ბევრია. მათ შორის აქ ვიღაცას ურთიერთობები აქვს ძალიან ესეთი აქტიური, ისეთი რომ უკვე მე მგონი სახელების გავიწყდებათ შემოიფრბასებო, ხო? ნუ ეს ახალი წლებია, ბუნებრივია რომ სხვადასხვა ხალხია, ახალ-ახალი ემოციები, ახალ-ახალი ადამიანები, ნუ კეთილი. ესე რომ თქვათ, ძალიან ესეთი პოზიტიური განწყობაა, მოდი ესე რომ თქვათ რა. თქვენ უნდა თქვათ, მეგობრებო, ახალი წელი მაქვს. კარგი. ნახოთ რა არის გაუცნობიერებელი ნაწილი. გაუცნობიერებელი ნაწილი გვაქვს ასეთი. რამდენადაც თქვენ აქტიური ხართ ადამიანებთან, იმდენად გულით არ ხართ ჩართული ამ ყველაფერში. ნახეთ, კი სასიამოვნო ეხა ამ ხალხთან ყოფნა ამდენი ახალი ხალხი, მაგრამ რა თქმა უნდა, გულთან ახლოს არ ხდება არავის მოშვება. შეიძლება ერთის მხრივ ყველასთან სიყვარულს გამოხატავთ, ყველასთან კეთილგანწყობას გამოხატავთ, მაგრამ რეალურად გულთან ახლოს აქ არავინ არ არის. რაღაცა ისეთი გაშლა არის, რომ გონია ბევრი არაფერია სალაპარაკო, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალური ელემენტები ამოვიღო აქედან. ნახეთ როგორი რაღაცა არის. რამდენადაც თქვენ ამდენ ხალხში ხართ ჩართული, იმდენად ვერ ახერხებთ აღქმას გარემოსი, რომელშიც იმყოფებით და ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსი შეიძლება გამოტოვოთ ამ დაუკვირვებლობაში. კარგი იქნება თუ დაკვირვებით ჩაერთვებით ამ პროცესებში, არ არის საჭირო რა თქმა უნდა, რომ ყველა გულთან მოუშვათ, ამას არ გულისხმობ, გულისხმობ იმას, რომ სადაც ხართ და რაშიც ხართ, იქ იყოთ და ნუ იკარგებით. აი ჩაკეტილი ხართ ზედმეტად ისე რომ ბოლომდე ვერც ტკბებით ამ გარემოებით, რაშიც ხართ და ვერც შიგნით ხართ, მერე კომფორტულად რაღაცა შეიძლება, არ ვიცი, ალბათ ინტროვერტი ადამიანები ხართ და პირველად გახვედით ამდენ ხალხში, არ ვიცი, ვერ გეტყვით. აი რაღაცა ესეთია რა, ყოველ შემთხვევაში ადაპტირებასთან ცოტა პრობლემა გაქვთ შემოძირფასებო ახალ გარემოში. რაც შეეხება გაცნობიერებულ ნაწილს, გაცნობიერებული ნაწილი არის ის, რომ თქვენ მოქმედებაში ხართ, მაგრამ რაღაცა მაინც სტაბილურად გრძნობთ თქვენს ცხოვრებაში თავს. აი, რაღაცა ეს ახალი წლები თან ყოველდღიურობასთან არის თქვენთვის დაკავშირებული, თან ნაკლებად, აი, აქაც ხართ და იქაც ხართ, შეიძლება თან მუშაობა გიწევთ, თან ხალხშიც ასწრებთ გასვლას, რაღაც დატვირთულები ხართ, მოდი რა, ესე რომ ვთქვათ, მარტივად. ბევრი ფილოსოფიების გარეშე საკმაოდ დატვირთული ეტაპია. შინაგანი მოთხოვნილებაა იმისი, რომ ერთ ადგილას იჯდეთ და დაისვენოთ, ოღონდ რაღაცა საინტერესო აკეთოთ ამ დასვენების პროცესში. მაგრამ ფიზიკურად ხართ ან სამსახურში, ან ახალ ადამიანებთან ერთად, არადა საკუთარ თავთან რაღაცა თბილ ოჯახურ გარემოში გინდათ ყოფნა, ხო? სახლის საქმეების შესრულება, რაღაცეების გაკეთება, იმიტომ რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანია თქვენთვის რა. შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობა გინდოდეთ ძალიან შინაგანად, ან რაღაცა კონკრეტულის გაკეთება და ამისთვისაც ვცდილობთ, რომ დრო იპოვოთ და დრო გამონახოთ. რაც შეეხება წარსულის ნაწილს, წარსულში რას იტოვებთ? წარსულში იტოვებთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, შესაბამისად გააზრებულად მოდის ის ფაქტორი, რომ რაღაცა კონკრეტულზე სამუშაო გაქვთ. აი, ნახეთ, რაღაცაში შეიძლება წარსულში გქონდათ ძალიან დიდი წარმატების ეტაპი, გამარჯვება და რაც აბსოლუტურად ჯანსაღი იყო, მაგრამ აი სადღაც შეიძლება ეს თავდაჯერებულობის ეტაპი დიდხანს გაგეგრძელდათ და სიამოვნების და აღნიშვნის ეტაპი და ალბათ სამყარომ სადღაც წაგარტყათ, რომ ანუ გეყოფა ეხა ამდენი თავის ქება, წადი განვითარდი, ხო? და ზუსტად ამ განვითარებაში უკვე გადასულები ხართ და გააზრებული გაქვთ ის ფაქტორი, რომ დროა რაღაცა კონკრეტულზე იმუშაოთ. სხვადასხვა მეც ზუსტად ეხლა ხარს ესეთი სიტუაცია მქონდა. ჩემი თავი ამოვიცანი რაღაც მხრივ ამ გაშლაში და ალბათ ჩემს მაგალითზე ეხლა აგიხსნით აქ რა ხდება. რაღაცა ძალიან კარგად გამოგივიდათ. და იმდენად ესე რომ ვთქვათ, კმაყოფილება მიიღეთ ამ ყველაფრით გარედანაც, შინაგანადაც, სამყარომ მოგიწყოთ რაღაცა გარემოება, სადაც აი იმენად ჩაგაჭირათ მაგ ნაწილში, რომ კი, კაი, ამას რომ მიაღწიე, მაგრამ
ეხლა წინ უნდა წახვიდე და კიდე უნდა განვითარდე, ამითი არ ჩერდება შენი განვითარება. შესაბამისად უკვე უნდა ჩადგეთ ისევ განვითარებაში, ისევ მუშაობაში. სამყაროს ნიშნები და შეხსენებები ვახსენე და ჩემმა YouTube-მაც ეგრევე შემოაგდო რეკლამა, რომ ხო, უნდა გახვიდე კომფორტის ზონიდან და გააგრძელო მუშაობა და მოქმედება. ეხლა რა შემოდის სიახლე? სიახლე შემოდის ძალიან საინტერესო, მეგობრებო. აი, დამიჯერეთ, ეს მდგომარეობა მონაგონია, რაც შემდეგში მოდის. რამდენადაც თქვენ შემდეგში იყავით მცირე აუდიტორიაში აღიარებული, აუდიტორიაში რა, ეხლა შეიძლება, რა ვიცი, ოჯახის წევრებთან იყავით აღიარებული, თქვენი მეგობრების მხრიდან იყავით აღიარებული, რაღაცა მოკლე წრიდან. აქ მოდის უკვე ცოტა უფრო ფართო აღიარება. შეიძლება სოციალურ ქსელში ააკეთებთ რამეს, ან ბევრ ხალხთან დაკავშირებით YouTube-მა არ დამბლოკოს, სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ააკეთებთ ძალიან ბევრ რამეს, ხო? რაც ესე რომ ვთქვათ, დაკავშირებულია განვითარებასთან, რაც დაკავშირებულია წარმატებასთან. თქვენ საქმეში მეგობრებო ძალიან დიდ პატივისცემას მოიპოვებთ და სიყვარულს მოიპოვებთ. გარკვეული ჯგუფის მხრიდან, ოღონდ ეს იქნება რაღაცა დიდი. აი მე ამას ვეძახი ხოლმე სელებრიტების არკანს. სამყაროს არკანი, როდესაც ასეთ გაშლებში ამომდის და რატო? იმიტომ რომ ეს რა ქვია, ვარსკვლავის არკანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ანათებს ხალხში. ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებს, შეიძლება თვითონ ამას ვერ გრძნობს, იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა ჰეითერები არიან, იქ რა თქმა უნდა რაღაცა პრეტენზიები არის, მაგრამ ხო იცით ხა ადამიანის ბუნება როგორია, უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, სადაც ბევრი პრეტენზიებია, ვიდრე იქ სადაც ბევრი სიყვარულია და სადაც აღიარებაა, ხო, იმიტომ რომ ბუნებით ადამიანის ცნობიერება ითხოვს განვითარებას და თუ კი ადამიანი მოიჭიდება მხოლოდ რაღაცა კარგს და დადებს, ის შეწყვეტს განვითარებას, ხოლო რაც შეეხება პრეტენზიებს და რაც შეეხება კრიტიკას, ეს ხანდახან კი არა და ძირითადად არის განმავითარებელი ფაქტორი ხოლმე ადამიანისთვის, მაგრამ აი გააჩნიათ თქვენ როგორი ტიპაჟი ხართ, ეს კრიტიკა თქვენზე როგორ გავლენას ახდენს. ამ კრიტიკას განა ის რომ ვერ იღებთ ან იღებთ, არამედ როგორ იღებთ. ემოციურად რთულად გიჭირთ ამის მიღება, თუ პირიქით, ანუ ძალიან მსუბუქად და ანუ იკიდებთ. ხან გამოანწყავს ვიღაცა, ხან არ გამოანწყავს, ხო, რაღაცა ეგრე. აი გააჩნიათ თქვენ როგორები ხართ. ჩემ პირად მაგალითზე გეტყვით აქაც, მე მაგალითად ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან რთულად იღებს კრიტიკას, შემიძლია კრიტიკის მიმღებლობა, მაგრამ ემოციურად არის ჩემთვის რთული, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა 10 შემაქოს და 1 პრეტენზია მითხრას და მთელი დღე იმ ერთ პრეტენზიაზე ვიფიქრო და მთელი კვირა მართლა იგივე პიროვნება ვარ და ვამოწმო ის ფაქტორი, მე რამდენად ვიმსახურებ ამ კრიტიკას და თუ ვიმსახურებ დავიწყო ამაზე მუშაობა, თუ არ ვიმსახურებ, როგორღაც დავამუშაო ემოციურად ეს ფაქტორი, რომ ეს უსამართლობა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ხო, ეს ჩემთვის ცოტა რთული მომენტია, ქალწული ვარ, მომიტევეთ, მაგრამ ნუ ყველას გვაქვს ჩვენი ესეთი დამახასიათებელი ელემენტები, რასთანაც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სამუშაო, იმიტომ რომ თუ თქვენს ჩემს ავითხრათ, რომ წარმატება თქვენთვის რთულია ემოციურად და გიჭირთ ამ წარმატების მიმღებლობა, თქვენს გირჩევდით ჩემ თავთან ერთად, რომ იმუშაოთ იმაზე, რომ ან ორივე თანაბრად მიიღოთ ერთნაირი ემოციით, ან კიდევ ეცადეთ, რომ აი ამდენად აღარ შეყვეთ ემოციურად და შედარებით მარტივად გადახარშოთ და გააცნობიეროთ ასეთი ნაწილები თქვენს ცხოვრებაში. კარგია საკუთარი თავის განვითარება, კარგია მუშაობა და მუდმივი წინსვლა, მაგრამ ხანდახან ისიც არ არის ცუდი ვიღაცის შექებას თუ მიიღებ, ხო? ანუ არ არის ცუდი თუ ვიღაცა კომპლიმენტს გეტყვის და რაღაცას კარგად გეტყვის და მაინც და მაინც იმ ერთ გველურ კომენტარს ცუდ კომენტარს მოკლედ თუ არ წამოეკიდებით რა. ანუ ცოტა გააკონტროლეთ თქვენი თავი. ჩემთან ერთად გირჩევთ თქვენც ამას. ამიტომ
ერთი კვირა დეპრესიის ქონა იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაცა ცუდად გითხრათ, საერთოდ არ არის საჭირო, როდესაც თქვენ რეალურად წარმოიდგინეთ ვარსკვლავი ხართ, ვარსკვლავის არგანში მყოფი ადამიანი, რომელმაც საკმაოდ მაღალ საფეხურებს მიაღწია უკვე თავის განვითარების ეტაპზე და თქვენ რა თქმა უნდა დაიმსახურებთ კრიტიკასაც და დაიმსახურებთ კომპლიმენტსაც, ხო? და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს თქვენთვის. ეხლა ვნახოთ რჩევა რა იქნება თქვენთვის ამ სიტუაციაში. სხვათა შორის აქ კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა მოვიტანო თქვენამდე. აქ მე მეგობრებო სამყარო შეგამოწმებთ აი ზუსტად აი ამაში, რომ დამუშავდეთ. გააქვთ თქვენ კი ამ კრიტიკის მიმღებლობაც, ან შექების მიმღებლობაც, იმიტომ რომ ეხლა დაგსვით სამყარო ცნობადობაში როგორი ხართ. თუ ეს თქვენთვის საზიანოა, სამყარო ჩაკეტავს ამ მომავალს თქვენთვის. თუ კი ეს თქვენთვის პირიქით ჯანსაღადი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ვისი მიმღებლობაც გაქვთ, იმას სამყარო აუცილებლად მოიტანს თქვენამდე. ეს არის აბსოლუტურად თქვენზე დამოკიდებული. მე აქ ვხედავ, რომ თქვენი ფსიქიკა უკვე მზად არის ამისთვის, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის პერიოდი უკვე კვერთხების 6-იანის არკანში უკვე გაიარეთ. შესაბამისად, ეხლა უფრო დიდი წარმატება მოდის თქვენთან. ეხლა ვნახოთ რჩევა. რა იქნება რჩევა თქვენთვის? მეგობრებო, აი მინდა რომ ორაკულში გახედოთ უბრალოდ როგორი ემოციური სიმძიმით იღებთ კონკრეტულ სიტუაციებს. ნახეთ, ხანდახან გჭირდებათ რაღაცა მომენტი, როდესაც დაიღლებით ემოციურად, აიღეთ ეს დრო და გააცნობიერეთ ყველა ის ტკივილი, სახელი დაარქვით, რას იგრძნობთ, გააცნობიერეთ და გამოუშვით. თუ გეტირებათ იტირეთ, თუ გეცინებათ იცინეთ, თუ გეყვირებათ იყვირეთ. აი ამას გეტყვით აქ ჩემი ძირფასებო რჩევაში, იმიტომ რომ ეს გამოანთავისუფლებს თქვენს გულს და გულის ჩაკრას გახსნის სხვათა შორის აქ არაჩვეულებრივად. არ შეიკავოთ, გამოუშვით. თუ კლანჭები გექნებათ გამოსაჩენი, ისეს გამოაჩინეთ. სიცხული არ არის ჩემო ძირფასებო, ყოველთვის ყველას ვერ მოეწონებით, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თავზე უნდა დაისვათ. ასევე კიდევ ერთი რჩევა თქვენთვის იქნება ის, რომ თქვენი არსებობა უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და ის რაც ახლა თქვენ უნდა გააკეთოთ, არის გამოავლინოთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები და თქვენი გამოჩენა უკვე ნიშნავს, რომ თქვენ იმისათვის მოხვედით, რომ რაღაცა პრობლემა დაალაგოთ. აი მეგობრებო, რაღაცა არ ვიცი, ალბათ მომავალში, როდესაც ამ ვიდეოს ჩავთვალ, შეიძლება მესამე ვარიანტი ავირჩიო, გავუცნობიერებლად, იმიტომ რომ იმდენად შემეხო მე თვითონაც ეხლა ის გაშლა, რომ რაღაცა ძალიან დარეზონირდა ჩემს სიტუაციასაც ზოგიერთი ფაქტორი, ხო? დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირდება თქვენთვისაც, იმიტომ რომ ალბათ მე რო ეს ვარიანტი ამირჩიე, ჩემთვის ნამდვილად იქნებოდა. დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მომართეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ამავდროულად მადლიერების ნიშნად შეგიძლიათ გამოხატოთ პატარა ფინანსური მადლიერება თქვენი მხრიდან ანგარიშის ნომერზე, რომელიც მითითებული მექნება აღწერაში. და გამიხარდება თუ ამას მიეცემა ასეთი სახეც. თუ არა და უფასო მადლიერება არის აბსოლუტურად, თუ კი მოიწყონებთ ვიდეოს და გამოიწერთ ჩემს არხს, ხო? თუ კი გადააზიარებთ თქვენს გვერდზე, ეს იქნება აბსოლუტურად კარგი, იმიტომ რომ ეს დაეხმარება ჩემს გვერდს იმაში, რომ გაიზარდოს და თქვენს მიიღოთ უფრო მეტი საინტერესო გაშლები, უფრო მეტი ჩართულობა სხვადასხვა ინფორმაციულ საკითხებთან დაკავშირებით. და კი დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ახლა იყოთ წარმატებული არა მხოლოდ ამ ახალ წელს, არამედ იყოს მთელი ეს წელი თქვენთვის ძალიან ესე რომ ვთქვათ, შემოქმედებით, სავსე, ნაყოფიერებით, ჯანმრთელობით, ბედნიერებით, ხვავით
და ესე რომ ვთქვათ, სიყვარულით გამდიდრებული პერიოდი თქვენთვის და გისურვებთ, რომ ამ წლის მიზანი თქვენთვის რაც არის, მიგეყვანოთ ბოლომდე და იყოს შესრულებული. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.